მოგესალმებით ჩემს გამომწერებს და სტუმრებს არხზე Vox Universum, მე ვარ სხივი, მადლობა უკავშირისთვის, თქვენი კომენტარებისთვის და მოწონებებისთვის და განსაკუთრებული მადლობა ჩემი არხის გამომწერებს და მათ ვინც ფინანსურად უჭერთ მხარს არხის განვითარებას. დღეს გთავაზობ 2025 წლის ოქტომბრის ტარო პროგნოზ ტყუპებისთვის. ნახოთ თვის ძირითადი ფონური ენერგია. და გაშლის ბოლოს ვნახოთ რა რჩევას მოგცემთ სამყარო. ასევე შევეხოთ ცხოვრების სამნიშნელოვან სფეროს, ეს არის პირადი ცხოვრება და სასიყვარულო ურთიერთობები, საქმიანი სფერო და თვითრეალიზება, ფინანსური შესაძლებლობები. დავიწყოთ ვნახოთ თვის ფონური ენერგია. თასების 6-იანი, ამ პერიოდს ნოსტალგიური განწყობებით გაატარებთ და იქნებით მეტად სენტიმენტალურები, გრძნობიარეები და ზოგადად ემოციურები. ხშირად გაგახსენდებათ საკუთარი ბავშვობა, ბავშვობის დროინდელი მოვლენები, ადამიანები, ადგილები და ალბათ სახლიც, რომელშიც იზრდებოდით, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ნეგატიურ ან თუნდაც მოწყენილ ხასიათზე იქნებით, პირიქით, სავსე იქნებით სასიცოცხლო ენერგიით, პოზიტიური და შემოქმედებითი განწყობებით. ამ პერიოდში შესაძლებელია თავს მისცეთ უფლება მოიქცეთ ბავშვურად, ცოტა უპასუხისმგებლოდ და იცელქოთ კიდეც. ეს სიტყვა ბუნებრივია ბრჭყალებში იგულისხმება, იქნებით კეთილგანწყობილები, ქველმოქმედები, მოგინდებათ დაეხმაროთ სხვებს, არა მხოლოდ მატერიალურად, არამედ მორალური მხარდაჭერის გამოხატვითაც. ამ პერიოდში განსაკუთრებულად იქნებით მიჯაჭვურლები ოჯახზე, როგორც ფიზიკურად, ასევე ფიქრებითაც. ამ პერიოდში შეიძლება მიიღოთ მნიშვნელოვანი საჩუქრები, მოგიწყონ სიურპრიზები და ზოგადად გექნებათ არაერთი მიზეზი, რომ იმხიარულოთ, განიტვირთოთ და აივსოთ ძლიერი პოზიტიური მუხტით. თუმცა ამავდროულად არ მოგინდებათ პრობლემურ საკითხებს დაუთმოთ დრო, შეეჭიდოთ გამოწვევებს და იფიქროთ მომავალზე. და არ არის გამორიცხული ასეთი შინაგანი სიმყუდროვის შეგრძნების და ასეთ მდგომარეობასთან ვერ შელევის გამო პარალელურად გამოავლინოთ გადაჭარბებული უდარდელობა ზოგიერთი საჭირბოროტო და მნიშვნელოვანი საკითხის მიმართ. გირჩევთ ერთი მხრივ მაქსიმალურად მიიღეთ დადებითი ემოციები და აივსეთ თქვენთვის საჭირო ენერგიებით, მაგრამ მეორე მხრივ ისეც არ მოდუნდეთ, რომ რაიმე პრობლემა შეიქმნათ მიმდინარე პერიოდში ან სამომავლოდ. ნახოთ როგორ გამოვლინდება ეს ენერგია თქვენი პირადი ცხოვრებისა და სასიყვარულო ურთიერთობების სფეროში. მეხუთე მაღალი არკანი იეროფანტი. ამ პოზიციაზე ეს არკანი პირველ რიგში ტრადიციულ მიდგომას გულისხმობს პარტნიორის ან ურთიერთობების მიმართ, მაგალითად ისეთ რიტუალს, როგორიცაა ხელისთხოვნა, ნიშნობა ან ქორწინება. შესაძლებელია თქვენ სწორედ ამ პერიოდში მიიღოთ ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, ან უკვე გადაწყვეტილი გაქვთ და ამ პერიოდში გააოფიციალუროთ თქვენი ურთიერთობა. მათთვის, ვინც ხანგრძლივ ურთიერთობაში ხართ, ასევე შესაძლებელია გადაწყვიტოთ ერთჯერ ქვეშ გადახვიდეთ საცხოვრებლად, ზოგიერთ შემთხვევაში კი შესაძლებელია ისეთი რამ გაიგოთ პარტნიორის შესახებ, რაც თქვენს ნდობას გაამყარებს მის მიმართ, განსაკუთრებით ეს ეხება მათ, ვინც რთულ და დაძაბულ ურთიერთობაში იმყოფებით. ნახოთ როგორ გამოვლინდება ეს ბარათი წყვილებისთვის. კვერთხების ტუზი. ახალი დასაწყისის და ზოგადად სიახლეების ენერგია. ბარათების ასეთი კომბინაცია ზოგიერთი თქვენგანისთვის შესაძლებელია ოჯახში ახალი წევრის დაბადებაზეც მიუთითებდეს, თუმცა უმეტესობისთვის აქ საუბარია ახალ შემოქმედებით მუხტზე, ახალ ინიციატივებზე, ენთუზიაზმზე და ცვლილებების მოთხოვნილებაზე. და ეს იმპულსი ოქტომბრის განმავლობაში განგაწყობთ ახალი ფერები შეიტანოთ თქვენს ურთიერთობაში. ეს ზოგიერთი თქვენგანისთვის შეიძლება გამოვლინდეს საცხოვრებელი ადგილის შეცვლით, ურთიერთობის სტატუსის შეცვლით, დამოკიდებულების შეცვლით პარტნიორთან, როდესაც იგრძნობთ ამ თქვენი ერთობის ძალას, ნიშნულობას თქვენთვის და მოგინდებათ მეტი სითბო და სიყვარული გამოხატოთ პარტნიორის მიმართ. დაძაბული ურთიერთობების შემთხვევაში შეძლებთ მიაგნოთ გამოსავალს და დაალაგოთ პრობლემური სიტუაციები.
და ზოგადად იქნებით გაბედულები, ენერგიულები და ოპტიმისტურად განწყობილები. რაც შეეხება მათ, ვინც მარტო ხვდება ამ პერიოდს, მე-13 მაღალი არკანის სიკვდილი, ოქტომბერი თქვენთვის მნიშვნელოვანი შინაგანი ტრანსფორმაციის პერიოდი იქნება და ამ პერიოდში შეძლებთ, რომ საბოლოოდ გათავისუფლდეთ თქვენში დაგროვებული იმ ტრავმებისგან, რომელიც წინა ურთიერთობიდან მოყვებათ, მოახერხებთ არა მხოლოდ ემოციურ, არამედ ენერგეტიკულ დონეზე გაწმენდასაც და მართალია არა ოქტომბრის განმავლობაში, მაგრამ სულ მალე საბოლოოდ გადახვალთ პირადი ურთიერთობისთვის მზაობის აქტიურ ფაზაში და საკმაოდ საინტერესო შანსებიც გამოჩნდება თქვენს ცხოვრებაში. ნახოთ თვითრეალიზების რა შესაძლებლობებს გვპირდებათ ოქტომბერში საქმიანი სფერო, ხმლების ცხრიანი. ამ პერიოდში ბევრს იფიქრებთ თქვენს თვითრეალიზებასთან დაკავშირებით, შესაძლებელია გარკვეული ნეგატიური გამოცდილებების გამო გქონდეთ შიშები, რომ რაღაც არ გამოგივათ, რომ ვერ შეძლებთ მიმდინარე ამოცანებს გაართვათ თავი, ან მიაღწიოთ დასახულ მიზნებს. შესაძლებელია გქონდეთ სკეპტიკური დამოკიდებულება და ბევრი იფიქროთ, რამდენად სწორად მიდიხართ კარიერულ გზაზე, იმ საქმეს ემსახურებით თუ არა, რომელიც ნამდვილად თქვენია. ფიქრობ, რომ ეს თქვენი თავსმოხვეული ფიქრებია და გადაღლილობით არის განპირობებული. ასეთი მოუსვენრობა და შფოთვა გამოწვეულია იმ მნიშვნელოვანი ტრანსფორმაციული პროცესით, რომელსაც ახლა გადიხართ და იმ ცვლილებებით, რომელიც ჯერჯერობით არ იცით სად მიგიყვანთ. ამიტომ ნახოთ, როგორ გამოვლინდება ეს ენერგია დასაქმებული პირებისთვის. მე-18 მაღალი არკანი მთვარე, ეს ბარათიც ადასტურებს, რომ ამ პერიოდში გექნებათ გარკვეული დაბნეულობა და გაუცნობიერებელი შიშები, გამორიცხული არ არის გაგიჭირდეთ ახალი შესაძლებლობების მიღება და გარკვეულ შემოთავაზებებზე დათანხმება. გირჩევთ პირველ რიგში ენდოთ საკუთარ ინტუიციას, რომელიც ამ პერიოდში საკმაოდ გაგიაქტიურდებათ და საჭიროების შემთხვევაში გაიაროთ კონსულტაციები საქმის მცოდნე და გამოცდილ ადამიანებთან. თან შეგიძლიათ თამამად მიმართოთ კომპეტენტურ ადამიანებს დახმარებისთვის და იცოდეთ, რომ ამ დახმარებას აუცილებლად მიიღებთ მათგან. მათთვის კი, ვინც ამ პერიოდს სამსახურის გარეშე ხვდება, კვერთხების 4-იანი, ამ პერიოდში გაქვთ შანსი, რომ ნახოთ სამსახური, თუმცა ამისთვის საჭიროა უარი თქვათ შიშებზე და მეტი თავდაჯერებულობით გააქტიურდეთ, გააძლიეროთ ძიების პროცესი. ასეთ შემთხვევაში თქვენი მცდელობა წარმატებით დაგვირგვინდება, აქვე გეტყვით, რომ ახალი სამსახური პოზიტიურ მუხტს და სტაბილურობის განცდისგან გამოწვეულ სიხარულს შემოიტანს თქვენს ცხოვრებაში, რომელმაც შესაძლებელია თქვენი ცხოვრების სხვა სფეროებზეც იქონიოს პოზიტიური გავლენა. მათთვის კი, ვინც თვითდასაქმებული ან საკუთარ ბიზნესს მართავთ, მე-16 მაღალი არკანი კოშკი, ოქტომბერში მოგიწევთ მოულოდნელი გარემოებების გამო შექმნილ გარკვეულ გამოწვევებთან გამკლავება, დადგებით მძიმე და მნიშვნელოვანი არჩევანის წინაშე, ეს შესაძლებელია დაკავშირებული იყოს მოძველებული ტექნოლოგიების ან მეთოდების მოსვლასთან, ახალ საკანონმდებლო პირობებთან, ან ასევე შესაძლებელია თქვენი საქმესთან დაკავშირებული მიდგომები აღარ პასუხობდეს თანამედროვე მოთხოვნებს. ნებისმიერ შემთხვევაში გეტყვით, რომ ნუ დახუჭავთ თვალებს ცვლილებების აუცილებლობაზე, დაინახეთ მათი საჭიროება და ეცადეთ ადეკვატურად უპასუხოთ ახალ მოცემულობებს. აქციეთ გამოწვევების შესაძლებლობებად, მოიძიეთ შესაბამისი ინფორმაცია, მიიღეთ ცოდნა, აიმაღლეთ კვალიფიკაცია და შეეცადეთ მოახდინოთ თქვენი საქმიანობის ტრანსფორმაცია თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად. სულ მალე თქვენ დაინახავთ, რომ საბოლოო ჯამში ამ ემოციურად მძიმედ გადასატანმა პერიოდმა, ამ ცვლილებებმა და განახლებამ თქვენთვის სასიკეთოდ იმუშავა და საქმიანობის სრულიად განსხვავებულ, გაზრდილი შესაძლებლობების ეტაპზე გადაგიყვანათ. რაც შეეხება თქვენს ფინანსებს ოქტომბერში, მონეტების 6-იანი, ოქტომბერს ფინანსური თვალსაზრისით პოზიტიურად გაივლით, შეძლებთ ადვილად გაუმკლავდეთ არსებულ ვალდებულებებს და საჭიროების შემთხვევაში დახმარების ხელსაც გამოგიწვიან შესაბამისი პირები.
ამ პერიოდში შესაძლებელია მიიღოთ საჩუქრები ან ფულადი პრემია. ეს პერიოდი ასევე ხელსაყრელია თქვენთვის გახსნათ ანაბარი და დაიწყოთ ფულის შეგროვება თქვენი მიზნებისთვის. გააკეთოთ მოკლე ან გრძელვადიანი ინვესტიციები. შეიძინოთ ან გაყიდოთ უძრავ-მოძრავი ქონება და საჭიროების შემთხვევაში აიღოთ კრედიტი. ნახოთ რა რჩევას გაძლევთ სამყარო ამ პერიოდისთვის. მერვე მაღალი არკანი ძალა. ოქტომბერი მნიშვნელოვანი პერიოდია თქვენს ცხოვრებაში. ეცადეთ გაიაროთ დაკვირვებით, პოზიტიურად გამოიყენეთ შესაძლებლობები, რომელიც ამ პერიოდში მოგეცემათ სამყაროსგან, აიღეთ პასუხისმგებლობა თქვენს ცხოვრებაზე, თავად დაგეგმეთ საკუთარი მომავალი, არ მოერიდოთ ოცნებას, სამომავლო გეგმები არ დაუქვემდებაროთ დღევანდელ მოცემულობას, პირიქით, ასე ვთქვათ, გაშალეთ ფრთები და მოусმინეთ თქვენს გულს, თქვენს სურვილებს, თქვენს ოცნებებს და მათი გათვალისწინებით დაისახეთ სამომავლო მიზნები. ასეთ შემთხვევაში თქვენ აუცილებლად მოგეცემათ ენერგია და ძალა ჩანაფიქრების განსახორციელებლად. ასეთი იყო 2025 წლის ოქტომბრის ზოგადი ტარო პროგნოზი ტყუპებისთვის, ვისაც გსურთ მიიღოთ უფრო კონკრეტული პასუხები ინდივიდუალურად თქვენთვის საინტერესო შეკითხვებზე. გელით პირად კონსულტაციაზე მომწერეთ. ჩემი ყველა საკონტაქტო ინფორმაცია განთავსებულია ვიდეოს ქვემოთ ინფობოქსში. თუ მიღებული ინფორმაცია თქვენთვის საინტერესო იყო, გთხოვთ მოიწონეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ ჩემი არხი და აუცილებლად დამიტოვეთ კომენტარები. გახსოვდეთ, რომ თითოეული თქვენს მიერ გამოვლენილი აქტივობა მნიშვნელოვანი მოტივაციაა ჩემთვის, კვლავაც მოგაწოდოთ თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია. უსმინეთ სამყაროს ხმას არხზე Vox Universum, გემშვიდობებით, კეთილი სურვილებით. მომავალ შეხვედრამდე.